ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაშინ ეთნოგრაფიას მესამე კურსზე გვიკითხავდა ბატონი გიორგი ჩიტაია. ლაბორატორიები მოგივიდა იქ. როდესაც მიმიღო ბატონმა გიორგიმ თავის განყოფილებაში და განყოფილებაში მუშაობდა ასევე ვერა ბარდაველიძე, მისი მეუღლე, პროფესორი. და აი 1-2 თვის მისული ვიყავი, რომ ქალბატონმა ვერამ დამიძახა, დამისვა თავის გვერდით განყოფილებაში და გამომკითხა რაღაცეები ეთნოგრაფიის შესახებ რა ვიცოდი და მე მითხრა რომ აიაო თქვენო ახალგაზრდა ბრძანდებითო უნდა გაიზარდოთო უნდა ბევრი რამე ისწავლოთო და ძალიან მინდაო რომ თქვენ აი ამ თემაზე იმუშაოთო მიცვალებულის კულტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მიცვალებულის კულტი სიტყვა მიცვალებულმა ისე დამაფრთხო რომ მე ვიფიქრე რა უნდა ვისწავლო ამ მიცვალებულთან დაკავშირებით წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე დრო გავიდა და აღარ მივედი არ შევეკითხი არაფერი და თვითონ ხელმეორედ დამიძახა და მითხრა რომ ეს ისეთი საინტერესო თემა რომელიც შესწავლა აუცილებელია და მსოფლიო მნიშვნელობის თემა არის დავიწყეთ უყურამ, დაიწყე. ერთი ხელი დაადეთ და ჩაიცი. ერთი ხელის დადებაზე დაშორდით ერთმანეთს, ჩაიცი. ჩადი დასვარდო. ერთი ხელის დადებაზე დაშორდით ერთმანეთს. იგი უნდა იყოს რო დისტანცია დავიჭი და თითქოს. სოფელში რომ შევდიოდით უკვე ყველას თავთავისი თემა ჰქონდა. მე მიცვალებულებთან დაკავშირებულ წესჩვეულებებზე უნდა შემეგროვებინა მასალები, ზოგი აგერ ხალხურ მუსიკალურებაზე, ზოგს მედიცინა. აი ყველა ჩვენი თემის ირგვლივ წერდით მასალებს. ხელი დაადო, გამოიშალე ბოლოს. გაშალე ხელი, შეძ გაშალე ხელი. გაშალე ხელი. თან შემოინახა. ბარი ადვილად ჩაერთო ქრისტიანობაში და დაიკარგა ბევრი რამე. ესენდის კომბე მომწონს. რაც დარჩა რა ქრისტიანობამ თავისად გადააკეთა. ეს მანქანა გაძირო და ეს მანქანა გოგა ქრისტიანობის გავრცელებამდე მეოთხე საუკუნემდე ქრისტიანობას წინ უსწრებდა ძალიან გრძელი პერიოდი, რომელიც უამრავ წარმართულ წესჩვეულებებს მოიცავდა.
ქართულ ტრადიციაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა მიცვალებულის მსახურების წესჩვეულებები და მიცვალებულთან დაკავშირებული წმენა წარმოდგენები. მიცვალებულის კულტი მოიცავს მიცვალებულის გარდაცვალების მომენტიდან დაწყებული დატირების, გლოვის, დაკრძალვის, დასაფლავების მერე რიგი წესჩვეულებების შესრულებას, სულისმოსახსენებელი დღეების შესრულებას ეს მთლიანად უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა და შემდგომში ქრისტიანობამ უკვე ბევრი რამე შეითვლის აქედან, თავისებურად გარდაქმნა ზოგიერთი რამე. ეწინა ქრისტიანობა შეხედულებება ძალიან ყოვა ასახვა ქრისტიანულ მიცვალებულთან დაკავშირებულ წესჩვეულებებს. ვალერიან ყაჭეიშვილი, მაესტრო ნინო კობალაძე, მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც მიღებულია გარდაცვლილის თავთან ტიკითღვინის დადგმა, ხორბლის დადგმა, სანთლის ანთება. ეს წესი უძველესი დროიდან არის მომდინარე. ამდათ, რომ აი ეს სანთელი იყო გზის მანათობელი იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში გადასვლისათვის. და აი ხორბლის დადგმის წესი და ეს აიდანებებს იცით საფაროს, რომ მიცვალებულს გააჩნდა უნარი, რომ ყველაფერი აეღორძინებინა, გაეცოცხლებინა და ხორბლის დადგმა ნიშნავდა ოჯახში აი დოვლათის შექმნას. Вообще хлеб чуть-чуть. ღვინო ითვლებოდა წმინდა შესაწყინად. წყალი რომ მიდგა მიცვალებულისაგან, ეს ნიშნავდა იმას, რომ წყლით იქნებოდა მომარაგებული
იმ ქვეყნულ საცხოვრებელში. მაგრამ 2 საათი მიწეჭება. 3 საათზე უნდა გამოვასვენოთ ჯერ პირველი. საათი რომ მიდის ახლა ზემოთ რატომ? ამით უნდა შესვლა, მაგრამ არ უშვებენო და უკანონდებიან. ჩაკეტილია, ხარმა გამოიერას ჩაკეტილია. გარდაცვალების დროს არ ხდებოდა დაყოფა, ვინ იყო განსაკუთრებულად გამორჩეული და ვინ ჩვეულებრივი მოკვდავი. დატირების წესი ყველგან ერთი და იგივე იყო. განსაკუთრებულად აი ძალიან მძაფრად აი ამ გლოვას დატირებით გამოხატავდნენ, როდესაც მთის საუკეთესო ვაჟკაცი გარდაიცვალა. განსაკუთრებით კაცის გარდაცვალების შემთხვევაში ხდებოდა. მამაკაცის დახმარება, მიიღო ინფორმაცია დამატებით აკუსტად. მურასაკურები ადამიანი რო გარდაიცვლებოდა, მაშინვე საჭირო იყო მისი შემოსვლა. ამან ძალიან დიდი გზა გაიარა გარდაცვალების შემოსვლის წესმა. ჩვენ გვაქვს ისტორიული ცნობები, რომ კოლხეთში მაგალითად მიცვალებულს ახვევდნენ ხარის ტყავში და კიდებდნენ ხეზე. მიცვალებულის ჰაერზე დაკრძალვა ეწოდება ამას. ქრისტიანობის მას უკავშირდება უკვე სუდარაში დაკრძალვის წესი და თვითონ სახელწოდება სუდარაც დამკვიდრდა. ჩვენ გვაქვს უკვე მე-5 საუკუნის შუშანიკის წამებაში სუდარაში გახვევის წესი ჩანს უკვე.
სხვადასხვა ჩვენ გვაქვს სუდარაში დაკრძალვის გარდა ჩვენ გვაქვს მიცვალებული საგრაგნელში გახვევა. გაჩნდა ასევე ქართული სიტყვა საგრაგნელი, თუმცა სუდარა დღემდე შემოინახა თავი და ეს უკვე ეწოდება გადასაფარებას, ჩასატყვა სუდარაში არ არის. ჯობია, იმიტომ რომ ნახე იქიდან ამოდიან და იქიდან უნდა ჩავიდეს. სად არის შორი? შორი. აქეთ მოდი. გაჩნდა მიცვალებულის ჩამცმელების, განპატიოსნებელების სახელწოდება. ესენი იყვნენ მკვდართ მოსელნი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებაც იცოდნენ მიცვალებულის შესუდრვა, ესე იგი მომზადება, ჩაცმა, რაც შეგრაგნა, რითაც უნდა შემდეგ დასაფლავებულიყო. ლარად ყვავილები, ლარად ბავშვები თვინაცა გვაქვს, ანა მარია. თითოლარია, ანა მარია, რომელიც გინდა არქი. ესენი ცოტა თვინის ლარი. ეს 10 როხის მე სამთალხი, ეგ 5 ლარი, ბებო 5 გონა. ჩემი მეზობელი წლები არავინ მოხდება. ლარად ყვავილი. მაგალითად ხევსურეთში ფერადი იყო შესამოსელი გარდაცვლილისა. ფერადი. სამი ფერის პერანგი უნდა ჩაეცვათ გარდაცვლილისათვის. ჯერ იყო შავი, მერე წითელი და მერე თეთრი. შემდეგ მეცნიერებმა ეს დაუკავშირეს სამყაროს სამ ფერს. რომ ზედა ეს ციური სამყარო, სადაც განისვენებენ ღირსეულნი, ეს არის თეთრი სამყარო. ჭრელი, წითელი, ეს არის შუა სამყარო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ყოფიერება ხდება ადამიანის არსებობისა. მერე არის უკვე შავი სამყარო, რომელიც სიბნელით არის მოცული და ასეთად წარმოედგინა სხვადასხვა საიქიო უძველეს აი ამ შეხედულებებში. საიქიო არის სიბნელით მოცული გარემო. აი ამ შეხედულებამ ასახვა პოვა ჭირესუფლის სიბნელეში განმარტოების ჩვეულება. აი ჭირესუფალი უპირველეს ყოვლისა ესახებოდა დედას, მამას, მეუღლეს. აი ჭირესუფალი სიბნელით იზღუდებოდა. ქედო სახალხიამ სამეგრელოში დააფიქსირა ასეთი შემთხვევა. გარდაცვლილი არის და მასთან ახლოს, შორი ახლოს, არის კარავი დაწნული და აი იმ კარავში იმყოფება გარდაცვლილი ვინც არის, იმისი ცოლი, ან თუ ქალია იმისი ქმარი და ეს გარეთ არ გამოდის, არის სიბნელით მოცულ გარემოში. აი ამით იცით რა ხდებოდა, წარმოედგინათ თავი მიცვალებული სიბნელეში ყოფნეს და გათანაბრებულად, რომ მასთან ერთად სიბნელეში იმყოფებოდნენ ესენი. სხვადასხვა ვეფხვის წყალსაში ტარიელი ამბობს, მამა რო გარდაეცვალა, მთელი წელიწადიო საბნელოსი ვიჯექიო მეო, ასე წერს. იგი ეს წესად იყო ქცეულისა განმარტოება. გაჩნდა აგრეთვე სამგლოვიარო ჩასაცმელი ჭირესუფლისა. ძაძა პირველად მოიხსენიება სწორედ შუშანიკის სამეფოში.
აი ძნელია თქვა, როდის უშუალოდ როდის გაჩნდა ტანსაცმელი პირისუფლისა ჩასაცმელი, მაგრამ თვითონ აი პირისუფლის ჩასაცმელის აღნიშვნელი ძაძა, რომელიც დღესაც იგივე მნიშვნელობით ითვალება რა, ნიშნავს გარდაცვლილების მეპატრონესების ახლობას, რომელიც იმოშლება საგანგებო შესაძლოზე. ეს გვაქვს. დაპირების მოწვეული მატირლების წესი ჯერ კიდევ ძალიან ძველად არსებობდა, საბერძნეთში არსებობდა, რომში არსებობდა. საშორით დატირება ხდებოდა როგორც ინდივიდუალურად, აი ქალები, მაგალითად გამორჩეული ქალები იყვნენ, სამეგრელოში მათვალარები იყვნენ. ქალი, რომელსაც შეეძლო გამორჩეულად, ლამაზად დაეტირა მიცვალებული, წარმოეჩინა მისი კარგი საქმიანობა, მისი გარეგნობა ლამაზად დაეხატა. მათვალარები სამეგრელოში და აი ხევსურეთში ქმით მოტირალი ეწოდებოდა, მოიწვევდნენ ამას. ისტორია დაიწერება. რაიმე ალმაყალი ანუ სიამოვნო ლაპარაკია იმ გარდაცვლილთა ყოფნის დროს ეს კი არა იმ ოჯახში კი არა მთელ სოფელში იყო აკრძალული და მთელი სოფელი გლოვობდა. აი თუ ოჯახს სოფელში სურდა ქორწილის გადახდა, მაგრამ სოფელში ყავდათ მიცვალებული ახალი გარდაცვლილი, ხო? უკვე დასაფლავებული, მაგრამ მაინც ახალი მიცვალებული. აი ეს ოჯახი ქორწილის გადახდას გადადებდა. ანდა ძალიან რომ არ გაგრძელებულიყო ეს პერიოდი, თვითონ ჭირისუფალი მამაკაცი მივიდოდა ხალხის თავშეყრის ადგილას. მამაკაცები სადაც იყვნენ თავ, წაიღებდა ფანდურს. ჭირისუფალი მამაკაცი თვითონ დაუკრავდა და თვითონ დამღერებდა. შეიძლება ეთამაშა კიდევ. სადამდეც მიგვიშვებენ. ჩვენს მთაში გავრცელებული წმენის თანახმად გარდაცვლილი საიქიოში აუცილებლად იყო მომარაგებული რითი, რომ თითქოს მასთან ერთად იმართებოდა მისი მეუღლე ბავშვი. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ხევსურულ წესში. როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცლებოდა, თუ შვილები არ ჰყავდა იმ შემთხვევაში, თუ შვილები არ ჰყავდა, მიცვალებულისათვის იცოდნენ ხევსურეთში სულის ცხენის დაყენება. ვაჟკაცი რომ გარდაიცვლებოდა, აუცილებლად მისთვის ოჯახი აყენებდა ცხენს, რომელსაც სულის ცხენი ეწოდებოდა. თუ ოჯახს არ ჰყავდა ცხენი, ვალდებულად თვლიდა, რომ ეყიდა ეს ცხენი. მაგრამ ხევსური ერიდებოდა ამ ცხენის გაყიდვას, იმიტომ რომ ჩემი მიცვალებულისთვისო ესო ვიღარ იქნებაო, წინაში იმ ქვეყნად საკუთრებაო. როცა გარდაცვლილს მამაკაცს ცოლი ყავდა და შვილები არა,
აი ამ ცოლს გარდაცვალების დღეს ხელში ეჭირა აი ამ მიცვალებული სულის ცხენის სადავე. და აი სულის ხუცესი ცხენს რომ დალოცავდა გარდაცვლილისათვის, აი ასევე ეტყოდა ეს იმას მათრახს შეახებდა სამჯერ ამ მეუღლეს ქალს და ეტყოდა ეს შენი ცოლი საიქიოშიც შენ ცოლი იქნებისო. აუცილებლად ეს ჩვეულებრივი წესი იყო. დღესაც ეგრეა. იქით შეიწი რა ძალიან იქით გადადის შეიწი დაგეძრა კიდე გაიგეთ სოფელი ძალიან ეხმარებოდა გარდაცვლილის ოჯახს. საკლავი მიჰყავდათ გარდაცვლილისათვის, არა მარტო დაკრძალვის დღისათვის, არამედ აი სულის მოსახსენებელ დღეებს რომ უწოდეთ, აი წლის თავს 40 რა, აი მაგაზე აუცილებლად ოჯახს მისდიოდა შესაწევარი. საქონელი მიჰყავდათ, სასმელი მიჰქონდათ. ეს არა მარტო მთაში იყო, გარშიც იყო. ზანდებიან ოლად უწმინდესი ბარტოლომეუს პირველი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალსა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. აი ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც არ ყავდა მემკვიდრე. ანდა ყავდა და სიცისიმედი არ ჰქონდა, რომ როცა გარდაიცვლებოდა, ქელეხს გაუმართავდა, ქელეხი არ იცოდნენ. ხარჯს გადაუხდიდა. ამიტომ ასეთი ადამიანები თავიანთ სიცოცხლეშივე თვითონვე იმართავდნენ ხარჯს, ანუ ეგრეთ წოდებულ ქელებს. მზადდებოდა აბსოლუტურად ყველაფერი და დაკრძალვის დროსაც რაც უნდა მომხდარიყო, თვითონ დაკრძალვის აი ამ მომზადებულ ხარჯთან ან დაჯდებოდა ლამაზად გამოწყობილი და არ ეკარებოდა, საჭმელს არ მიეკარებოდა, სასმელს არ მიეკარებოდა, იმიტომ რომ იქ უკვე აღარ მიუვიდოდ. ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაუხლების საფრთხე განცდა. დიდხარ შენ უფალო და საკვლევ არიან საქმენი შენი. პატრიარქის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განმახორციელებელი და სულის ჩამდგმელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მთელ ქართულ ხალხთან ერთად. ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად გევამწუხარებისა და ხელვარების ესეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დღეს. და უნეტარესო. დიდი მადლობა. სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის. ბატონო ბიძინა, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით მოგახსენებთ უღრმეს მადლობას თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვის გამო. Zanet
დატირებაც ძალიან საინტერესოა. აი ხევსურეთში მაგალითად სამი სახის დატირება არსებობდა. ძახილით ტირილი, ხმით ტირილი და საერთო ტირილი. აი ძახილით ტირილი ყველას არ შეეძლო. ხოლო დედას, დას, მეც არავის. და ხმით ტირილი მით უმეტეს, ცოლს არ შეეძლო. ცოლს არ ქონდა უფლება ხმით დაეტირა თავისი ქმარი. ეს იყო ხევსურეთშიც, ეს იყო თუშეთშიც. ხალი რომ იმათ დაიტირებდა ხმამაღლა ქმარს, იტყოდნენ ხოლმე რომ რაო მაგის მეცო ქმარი არავინ არ მოკვდებიაო, სირცხვილიაო ხმამაღლა დატირებაო. წესი იყო ასეთი. აი მახსოვრეთ, ვინ სად გას, ვინ დასაკეთებს. დატირება ხდებოდა ხმით, ხმამაღალი დატირება. აი ხმით მოტირალი ყველას არ შეძლო ხმამაღლა დატირება. ამიტომ ყავდნენ ასეთი ხმით მოტირლები, რომლებსაც თავისუფლად ძალიან ლამაზად შეეძლოთ მიცვალებულის დატირება და აი ამ ხმამაღალი დატირების დროს ხდებოდა აი ამ მიცვალებულის წარმოდგენა საუკეთესო სახით. მისგან სიცოცხლეში ჩადენილი საქმეები როგორი ვაჟკაცი იყო, ეს მით უმეტეს მამაკაცი ხდებოდა. ახლა სადავდგეთ არ ვიცი. და სხვა შორის ეს ძალიან ძველი წესია. გრიგოლ ხანძთელის ის არის ჩადაწერი, რომ დასხდებიანო მგოსამნი გლოვისანი, რომლებიცო აღწერენო გარდაცვლილი სიმშვენიერესაო, მისგან გაკეთებული კარგი საქმეებისაო, მის სახიერებასაც აღწერენ. ეს იგი წარმოაჩინენ ყოველგვარი დადებითი მხრიდან. მოტირალი ეწოდებოდა ხევსურეთში, თუშეთში ხმით მტირალები ერქვა. ამათ საგანგებოდ იწვევდნენ, საგანგებოდ დაუძახებდნენ და იწვევდნენ ისა დაეტირებინა მიცვალებული. მამაკაცებმა, თის მამაკაცებმა განსაკუთრებით იცოდნენ ტირილი, გამომჟღავნება იცოდნენ განსაკუთრებით, როცა ესეთი გამოჩენილი მთიელი დაიღუპებოდა. ხევსურეთში მამაკაცები არ ავლენდნენ თავიანთ წრემლებს. თავიანთი ერთი რაღაცა რამდენიმე წინადადებით ხმამაღლა შეიძლება ეთქვათ დატირების წრემლნარევი ხმით ხევსურეთში. ფშავში მამაკაცი ძოხზე დაყრდნობილი ელოდებოდა ქალი, როდესაც გაათავებდა ტირილს და მერე თვითონ იწყებდა ხმამაღალ ტირილს. ჩვენთან არსებობდა გუნდური დატირება მიცვალებულისა და გუნდური დატირების სახე ჩვენთან იყო ზარი. ცნობილია ზარი გავრცელებული, ზარით მიცვალებულის დატირება ცნობილი ქართლში ხდებოდა. კახეთში ქალების ზარი იყო გარდაცვალებამდე. იმერეთშიც იყო, მაგრამ სამეგრელოშიც იყო, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია სვანური ზარი. საცემად რა კაცო ყვაში. ეტეხი რო გამოჩნდეს. იქით წამოვიდე?
და ჩვენ შეგვიწყალდეს ვითარცა სახიერას და გაწმოვდეს. უხალი ღმერთი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. თითქმის ნახევარი საუკუნე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი მისი მოსახლე და შემდეგ ძველთვარი. ის იყო ძალზე მიზანდასახული. აბა დავსაფარი. სიონის ტაძარში, იმ ადგილზე, სადაც განისვენებენ ჩვენი უდიდესი პატრიარქები, თავდადებული მოღვაწეები, როგორც ილია მართალი ამბობდა, მსგავსი უდიდესი მოღვაწეების მიმართ, განისვენეთ მშვიდად მათ გვერდით, თქვენ აღასრულებთ თქვენი ვალი, საუკუნო იყაო, ხსენება შენი ღირსა ნეტარებისაო, უწმინდესო პატრიარქო ჩვენო, ამინ. გამოცდილებისა და თავგანწირვის გზნობა შეგძინათ. მოხარული ვართ. აღორძინებულ სულს რომ გზნობთ. ეს არის სული ნუგეშის ცეველი. სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, მეტად ხსენებული ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმართაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის ჩვეულებრივ